მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო, გამომწერებო და არხის სტუმრებო, ახლა გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტზე, ყავს თუ არა სხვა. გვექნება ორი ვარიანტი და ორი დასტა, ერთი კლასიკური რაიდერი და მეორე ილუმინატების ტარო. შევფიქრეთ, რომელი დასტაც მოგწონთ და დავიწყოთ. ვიწყოთ პირველი ვარიანტით, ვნახოთ რა ენერგიებში ხართ. რათა მივხვდეთ თქვენი ათქმა, სტაბილურად ხართ, სახლში ხართ, ოჯახში ხართ, ან რაღაცის თავს ისე გრძნობთ, სტაბილურად გრძნობთ, მაგრამ რაღაცები გაწუხებთ, რაღაცა თქვენთან დაფარული არის, ან ეგრე გგონიათ, აქ თქვენი შეფიქრებული პარტნიორი ცოტა ეგოისტია და შემოგაგდებ გაფიქრებთ რა, თქვენ მიმართ გრძნობები აქვთ, თქვენ მისთვის დიდი შანსი ხართ და დიდი გრძნობები აქვთ, დახასიათებიდან გამომდინარე, არ ვიცი, აქ ისეთი დასაწყისებია როგორც გრძნობებში, ასევე მატერიალურ სამყაროში, რომ არ ვიცი. თუ ძალიან არეული სიტუაცია გაქვთ ახლა თქვენ პარტნიორთან, ესე იგი თქვენი ვარიანტი ეს არ არის. აქ ბევრთან თანაცხოვრებაც იქნება. აქ თითქოს ბოლო დროს ყურადღება მოვაკლოთ თქვენმა პარტნიორმა და ამან ჩაგაგდოთ საგონებელში. ვიღაცა მეუღლესიც მიყურებთ. კარგით, ნახოთ. ყავს თუ არა სხვა თუ იცანით თქვენი თავი და თქვენი სიტუაცია. თქვენი პარტნიორი ხარ რაღაც ბლოკებშია, რაღაც შეზღუდვებშია. სამსახურეობრივ, ფინანსურ სფეროში, შეიძლება ამიტომ არის იმედგაცრუებებში და მაგიტომ მოგაკლოთ ყურადღება. ეს თქვენ ხართ? პერსპექტივა. აქ არის სხვა ქალბატონი. ისთანაც აქვს ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, ნახეთ აქ. ეჭვებით არის გადაბმული ქალი და კაცი. შესაძლოა ეს ზოგჯერ მაგიასაც ნიშნავს. ან უბრალოდ დამოკიდებულია ემოციურად და ფიზიკურად მასზე ახლა. აქ მსუბუქი ურთიერთობა, აქ ნამდვილად სამკუთხედი, აქ არის სხვა. კარგით, მაშინ ვნახოთ, ვინ არის ის ქალი მისთვის. უსულო სიტუაცია, მაგრამ ნახეთ, რაღაცნაირად მართავს. თქვენ ვიხართ მაშინ მისთვის. თქვენ რაღაცნაირად ამძიმებთ. ეხლა რატო ამძიმებთ? სიმსუბუქე გინდათ. შესაძლოა პატარა ბავშვი გყავდეთ და მოიცით კაცები იღლებიან ხოლმე და იქ ზოგადად დაღლილია რაღაცა სუფთა ჰაერი უნდა. რაოდენ ცუდათაც არ უნდა ჟღერდეს, აქ რაღაცა სიახლე მოუნდა, რაღაცა სიმსუბუქე. კარგით, რა იქნება მაშინ? რა იქნება თქვენს და თქვენს პარტნიორს შორის ახლო მომავალში? აქ თუ მალე სამკუთხედი არ დასრულდა, თქვენ არ თქვენი პარტნიორი იღებთ გადაწყვეტილებას დაშლის. ჩვენ რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვიტყვით, ჩვენ უბრალოდ ტარო გვეუბნება რა შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს და ვარიანტებს თქვენ ირჩევთ და ნაბიჯებსაც თქვენ დგავთ. რა იქნება? სამომავლო თქვენი პარტნიორი ამას ინანებს. თქვენ დადგებით პაუზაზე აქ, თუ უკვე არ ხართ პაუზაზე. ვიღაცები უკვე ხართ პაუზაზე, ვიღაცასთან თითქოს რაღაც ციკლი დაიხურა, დასრულდა. კარგი, ვინც ხართ დაცილებულები, ნაჩვობები იქნება აქ, კარგი რამე იქნება აქ. ეს დასასრული არ არის, ეს პაუზა, გაგრძელება აქ იქნება და შემდეგ რა იქნება, ვნახოთ უკვე შემდეგ გაშლებში. დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურებთ პირველ ვარიანტს. ვისაც არ აქვთ ჩემი არხი გამოწერილი, გამოიწერეთ. და ლაიქით დააკომენტარეთ და გადავედით მეორე ვარიანტზე, ვნახოთ რა ენერგიებში ხართ აქ. აქ წერანი იყო ძირს
კარტებში ეს არკანი აურია და მაინც ეს ამოვიდა. ვიღაცა ისვენებთ, წამოწოლილი ხართ, ვიღაცა ცოტა შეიძლება აბათ იყოთ ვიღაცასთან, ვიღაცა შეიძლება ახლომავალში რაღაცა ოპერაცია გადაიტანეთ, რაღაცა ქირურგიული ჩარევა, ან ექიმთან ვიზიტი გაქვთ დანიშნული. რაღაცა გზას ეძებთ. ან ვიღაცა თუ გეგმავთ ექიმთან წასვლას, არ გადადოთ. აქაც ბლოკებია, კონფლიქტებია, კონფლიქტების გამო თქვენ არ დაიღალეთ, იყოთ ძლიერი. აი ესეთი სიტუაცია, თუ თავს ახლა ეგრე გრძნობთ, მაშინ უყურეთ თქვენი ვარიანტი. ნახოთ ახლა ყავს თუ არა სხვა ვინმე კიდევ თქვენს გარდა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. აქ ვერ ვხედავ პირდაპირ ურთიერთობას ვინმესთან, მაგრამ ფლირტი ინტერესი ვიღაცისი არის. შეიძლება ყოფილი, რომელმაც თვითონ დაასრულა ამასთან ურთიერთობა, იმის მიმართ ჰქონდეს კიდევ დარჩენილი რაღაცა მიზიდულობა. და უნდოდეს მისი შემოbrunება, ბევრთან ეგრე იქნება. ბევრთან გათამაშდება განსაკუთრებით, ვინც იცით, რომ თქვენი პარტნიორის ყოფილი ახლა არის შორგზაზე სხვა ქვეყანაში, ესე გათამაშდება. ინტერესი არის აქვს სხვა ადამიანის. რა ხდება მათ შორის სინამდვილეში? ნუ დასრულდა აქ, ნახეთ სამყარო. ციკლი დასრულდა და ტრანსფორმაცია სიკვდილი. ეხლა ანუ ყოფილზე აქ ნამდვილად ლაპარაკი, ეხლა რა ხდება? მოდით ვიკითხოთ ის როგორ რას გრძნობს მის მიმართ? დიდი სექსუალური ტოლვა აქვს, მაგრამ გრძნობები არის ნეიტრალური. თქვენ მიმართ რას გრძნობს? თქვენთან აქვს აქტიური კომუნიკაცია და თქვენს მიმართ ძალიან ეგოისტურად არის განწყობილი, ყოველ შემთხვევაში სხვისთვის არ ემეტებით. თქვენ ხედავთ ძალიან სტაბილურს, ერთგულს, მეოჯახეს შეიძლება არ იყოთ დაქორწინებულები, მაგრამ აი ეს რაღაცა ესეთი ძალიან სანდო ადამიანი ხართ მისთვის. რაღაცა თქვენში ვერ გაურკვევია, ზოგჯერ შეიძლება რაღაცა აგრესიული და ცივი იყოთ და ვერ იგებს აი ამ დროს იბნება ცოტა. კარგით, რა უნდა თქვენგან? რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით? ნუ უნდა გაგრძელდეს ისე როგორც არის. თქვენი დაკარგვა არ უნდა. სამომავლოდ სხვათა შორის ძალიან კარგი გეგმები აქვს. სტაბილურად გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა თქვენთან ურთიერთობა, ნუ მის ყოფილის მიმართ რაღაც აქვს დარჩენილი. აი ესეთი ვარიანტი. კარგით, აქვთ რამე კონტაქტი ახლა? არა, ახლა კონტაქტი არ აქვთ. ახლა კონტაქტი არ აქვთ. ნუ ამას ფიქრებში ყავს ის ვიღაც ესე გამოვიდა. მადლობა ყველას ვინც მიყურეთ. პირად გაშლებზე ჩასაწერად კონსულტაციებს შეჭერთ მომართეთ აღწერაში მითითებულ ნომერზე. ვიბერზე ან WhatsApp-ზე, ვისაც არ აქვს აქ გამოწერილი, გამოიწერეთ და ასევე შემოთავაზეთ კომენტარებში რა თემებზე გსურთ გაშლების ნახვა. მადლობა ყველას.